შეიქმნა პლატფორმა Free Business.gi, რომელიც დააფუძნა სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა. ყველა ბიზნესი, რომელიც მხარს დაუჭერს ამ პლატფორმას, ასევე ეთანხმება განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებული არის პირველივე გვერდზე. მე წაგიკითხავთ მას. არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე. განვრჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა. ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას. ვკითხულობთ პლატფორმაზე და როგორც ხედავთ, მხარი უკვე დაუჭირა ამ განცხადებას 464 ბიზნესმა. არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია ყოველ შემთხვევაში პლატფორმაზე 86 ბიზნესს და წინააღმდეგობა არ გამოუხატავს ჯერჯერობით არც ერთ ბიზნეს ამ განცხადებასთან დაკავშირებით. სოციალური ქსელი ძალიან აქტიური არის ბოლო პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არის შექმნილი სხვადასხვა ჯგუფები Facebook-ზე, თუმცა ამავდროულად იქნება ვებგვერდები, რომელიც შეეხება სწორედაც რომ საპროტესტო აქციებს, მაგალითად უკვე ამოქმედდა სტარტაპერების მიერ ვებგვერდი, რომელსაც ეწოდება ერთობით.g. ჩვენს ვებსაიტს ერთობით.g-ს დაემატა ახალი მოდულები, როგორც აღნიშნავენ ნიკა მარღანია და ირაკლი მაზმიშვილი, სტარტაპერები, შემქმნელები ამ ვებგვერდის. დაანონსებული აქციები, ვინ გაემიჯნა მთავრობის გადაწყვეტილებას, პროტესტის ლოკაციები მსოფლიოს გარშემო, სამედიცინო კომპანიების სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია არის მოცემული ამ ვებგვერდზე და მართლაც გადასვლის შემდგომ ნახავთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, სხვადასხვა ქალაქთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მთლიანად მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში განრიგი აქციების და ასევე ცხელი ხაზი, სადაც როგორც 112 შეუძლია დაუკავშირდეს მოქალაქე, ასევე იურისტს, ადვოკატს და სახალხო დამცველს.